თქვენ თავს უწოდებდით, რომ არც მესამე ძალად, არც ნაციონალური მოძრაობა, არც ქართული ოცნება და რატომ ხართ დღეს დამოკიდებულების ხდებზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი, ვირას გეტყვით, თქვენ ხო ამბობთ, რომ ნაციონალებიც უნდა გაუშვათ და ქართული ოცნებაცო და ახლა ვისმენთ, რომ გინდათ მათთან კოორდინაცია და რატომ? ესეთ ლელო ძლიერი საქართველო ნამდვილად არის ალტერნატიული პოლიტიკური ძალა და ჩვენ არა ნაციონალურ მოძრაობას ასე არ არის ჩვენ ელემენტარულად კოლეგიალობას პატივს ვცემთ ჩვენ არასოდეს არ გამოვირჩევით რაღაც ხისტი თავდასხმებით მით უმეტეს ჩვენ ამ პოზიციებს არასოდეს არ ვაჟღერებთ Facebook სტატუსებით დათაგვით და პირდაპირ ლაივ ჩართვებში მოხსენიებით გვაქვს პოლიტიკური კულტურა გვაქვს თანმიმდევრულობა საკითხების მიმართ და ამიტომაც კიდევ ერთხელ ვაცხადებთ რომ თუ და არის რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ დაიდოს გამარჯვების ფორმულა, აუცილებელია, რომ პოზიციები ელემენტარულად კოლეგიალობის პატივისცემით იქნეს გაზიარებული. თუ არ დათანხმდებიან, ეს სხვა საკითხია, მაგრამ შანსი იმისა და რეალობაც გვაჩვენებს წინა არჩევნების, რომ ერთიანობას და გარკვეული იდეის გარშემო გაერთიანებას და ამავდროულად სწორი სტრატეგიის, სწორი ხედვის, სწორი სამოქმედო გეგმის დადებას მოაქვს შედეგი. და ამიტომაც ვამბობთ, რომ პოლიტიკური დისკუსია არის აუცილებელი, მაგრამ ამისთვის საჭიროა პოლიტიკური კულტურის არსებობა და აუცილებელია, რომ პოლიტიკური საკითხები გადაწყდეს პოლიტიკურ მაგიდასთან და თუ ეს ვინმეს არ უნდა ამ შემთხვევაში ჩვენი ინდივიდუალური ჩვენ არ გაგვიჭირდება არც ინტელექტუალური რესურსი გვაკლია ჩვენი კოალიციის შიგნით არც გამოცდილება საჯარო სამსახურებში არც ანალიტიკური და არც სამეცნიერო პედაგოგიური და ამიტომაც ჩვენთვის არ არის რთული კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ რომ გავითვალისწინოთ კოლეგების მოსაზრებებით